მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ზუგდიდში 34 გრადუსია სიცხე. კიდევ კარგი დღეს არსად არ მიწევდა გასვლა. უკაცრავად ცოტა მცხელა და კარები მიხური და ოთახში ცოტა ბნელა. კარები იმიტომ მიხური, რომ სიცხე არ შემოვიდეს. ახლა მე თქვენ დღეს გთავაზობთ გიკეს 54 შეხვედრას. ეს ვიდეო ატვირთულია 15 აგვისტოს. რატომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს გადათარგმნა? ლეტალია ასონი ვლადიმერი და სხვები მოყვებიან თუ რას ნიშნავს მეოთხე განზომილებაში, მეხუთე განზომილებაში გადასვლა და რა როლს თამაშობს მეოთხე განზომილება გადასვლაში. ლეტალია ჯერ შედის უსაფრთხო ზონაში. ანუ ამბობს დასაცავ არა, ეს ლოცვა არ არის, უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი დაიცვათ, თქვათ რისი გაკეთება არ გინდათ, თქვათ ვისი ზეგავლენის ქვეშ არ გინდათ მოხვედრა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამე ნეგატიურს უგრძნობთ, თქვენ შეგიძლიათ უბრძანოთ, რადგან თქვენი სიტყვა არის კანონი ნეგატიური ძალებისთვის. იმიტომ რომ წვრილ დონეზე არსებობს ბევრი არსება, რომელიც ჩვენზე მოქმედებს. კი, განწმენდი კი არის ასტრალური ზონა, მაგრამ მაინც როგორც ჩვენ დედამიწაზე მატერიალურ სამყაროში არსებობენ კოხოვები, ბუზები და ასე შემდეგ, ასე არსებობენ იქაც წვრილი დონის არსებები, რომლებიც ცდილობენ ცოცხალი ადამიანის ენერგია გამოწოვონ ან დადებითი ენერგიას ნეგატიური არსებები არ წოვენ ნეგატიურ ენერგიას ადამიანის შიშებზე დაყრდნობილი პანიკიდან, შიშებიდან გამომდინარე. ამიტომ მე ხა თქვენ მე გადავთარგმნი იმას, რასაც იტყვის ლეტალია, შეგიძლიათ არ მოусმინოთ, შეგიძლიათ მიიღოთ, სანამ დაიწყებს საუბარს. მე ვუგზავნავ, ამბობს ლეტალია, ყველა ბნელ და დაბალ ვიბრაციულ არსებებს მოახდინონ რამე ზეგავლენა ჩვენზე, ჩვენ წრუხეულებზე, ჩვენ ველზე, ამათო იმ საშუალებებით, მეთოდებით ვუგზავნავ. მე მეთანხმები. სამჯერ უნდა გაიმერო, რადგან ჩვენ ვიყავით სამგანზომილებიან, კი, ზოგი დარჩა სამგანზომილებიანში, ზოგი გადავიდა. ცოტათი ახლა ეს იგრძნობა. კარგით. შეგიძლიათ არ მიიღოთ, თუ მიიღებთ, თქვით, რომ ეთანხმებით. ლეტალიამ გააკეთა პატარა შესავალი, მაგრამ მე ამას არ გადავთარგმნი, რადგან ეს ძალიან რთული მისაღებია. და გადავედი პირდაპირ იმ ადგილზე, სადაც ყვება ის მეოთხე და მეხუთე განზომილებაზე. ხო, ესეც რთული მისაღებია, მაგრამ არბელი გასაგებია. იქ ვიდეოს დასაწყისში ლეტალია ყვება თავისი სხეულის ტრანსფორმაციაზე, სინგულაციაზე. ხო, ეს საერთოდ მათი ვიდეოები ყველა გრძელია. მე უბრალოდ ვთარგმნი თავს. საერთო ასე გამომაქვს ამ ვიდეოებიდან, რაც უფრო ადვილი მისაღებია მსმენელისთვის. და ლეტალია ამბობს, რომ ალბათო ბევრი გრძნობსო თავის თავში რაღაც ცვლილებებს. მე სულ გრძნობ ცვლილებებს. მაგალითად ის, რომ იმის მიუხედავად, რომ
ძლიერი სიცხეა, მაგალითად დღეს 34 გრადუსია ზუგდიდში, მაგრამ ეს სუნთქვა არ მიჭირს, უბრალოდ ესაა ჭარბი ოფლიანობა მაქვს, მე საერთოდ ოფლიანობა ვიცი, მაგრამ ჭარბი ოფლიანობისგან და სიცხისგან სუნთქვა მე არ მიჭირს, აი შევამჩნია, სუნთქვა არ მიჭირს და ადრე წინა წლებში მე ძალიან მიჭირდა სიცხეში დადგომა და სუნთქვა, ოთახშიც კი სუნთქვა მიჭირდა, გრძნობდი ამ ცხელ ჰაერს, მაგრამ სუნთქვა არ მიჭირს, მე ბოლო წლებში, ამ ბოლო 2-3-4 წლის განმავლობაში ვგრძნობ, რომ მით უმეტეს ახლა, ამ ბოლო დროს, რომ ეს სუნთქვა საბედნიეროდ მე სუნთქვა არ მიჭირს, ადვილად გადამაქვს ეს სიცხე, ხო, მხოლოდ ისაა მინუსი, რომ ჭარბი ოფლიანობა ვიცი, ხო, ხმაური იყო აქეთ და აგრეთვე ხანდახან მაქვს მაღალი წნევები, მაგრამ ცუდად არ ხვდები, წამალიც კი არ შველის მაღალ წნევას. ნუ ეს ამ შემთხვევაში მაღალი წნევა არის მეორადი, რადგან მე კენჭები მაქვს, არ ვიცი, ენერგიებს დავაბრალო კენჭებს, მაგრამ მე უფრო ვაბრალებ ენერგიებს. ხანდახან უძილობა მაქვს, ვერ ვიცინებ ხამღამობით, მაგრამ ამის გამო პანიკაში არ ვარდები. ხანდახან ძილი მინდა, არ ყოფნის, ადრე დავწვევი, გვიან დგები. ხანდახან ადრე ვიხვიძები მის მიუხედავად, რომ ცოტა მეძინაა. ხო და ასეთ რაღაცებს თუ შეამჩნევთ თქვენ თავში, პანიკაში არ ჩავარდეთ. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ მოდის ძლიერი ენერგიები. ხომ გითხარით, მე ავად ვიყავი მეთქი, წამოგიდგენიათ, გასწრით მქონდა, მხოლოდ 4-5 დღე მეყო, რომ გამოსულიყავი და ხალხი წვავი გასწრით, წვებიან სამამყოფოში. მინიმუმ 2 კვირით მაინც. და უცებრე გაცივების სიმპტომები დამეწყო და მე ვერ ვიტყოდი ეს რომ გრიპი იყო. რატომ და ყონოსვა დამეკარგა. რაღაც ვირუსი იყო. ხო, ხალხი ამბობს ვირუსიო, მაგრამ მე მას საკურთხია ყველას ვერ ვეუბნები, ვერც ვიტყვი, არჩერა არავის. ჩვენ რასაც თვლით გრიპა და ვირუსა, სინამდვილეში ეს სიმპტომები არის იქიდან გამომდინარე, რომ ენერგიები ხომ გადის ჩვენში და ძველი ენერგიები გამოდის ჩვენი ორგანიზმიდან. ჩვენი ორგანიზმი ივსება ახალი ენერგიებით. ის ძველი ენერგიები თუ არ გამოვიდა, როგორ შევა ახალი ენერგიები? ძველი ყველაფერი გამოდის ჩვენგან. ტკივილებით, ტეხვა-ძვლებში, ამან არაფერმა არ შეგაშინოთ. მიენდეთ ბუნებას. ეგ ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ყველაფერი შეცვლილია. წყალიც კი შეცვლილია, დრო შემცირებულია, სივრცე შეცვლილია. ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა ადამიანების სხეულებიც, ზოგს გარეგნობაც შეიცვალა, არ გაგკვირდეთ, არ შეგეშინდეთ. მე მაგალითად მამაჩემი რომ გარდაიცვალა 20 წელს, მამაჩემი და მისი მეუღლე ჩარჩნენ აქეთ. მე ვიყავი ერთი მომენტი აფხაზეთში და ახლაც ვზივარ, აქ ლაპარაკობ და მესმის. ეს ხმარა, რაღაც ხმაური, რაღაც თითქოს რაღაც მუშაობს. როგორ აგეხსნათ არ ვიცით. თან ერთი არა, რამდენიმე ერთჩარეული, ერთმანეთში. და მე ამას შევეჩვია. ხანდახან ყურებში მაქვს ხმაური, რაღაც მუსიკა,
მარცხენა ყურში თუ მაქვს ხმაური ვიღაცის სიკვდილს გავიგებ და დიდი ხანია მე ეს მაქვს ხილვები თითქოს ლენტას ვხედავ ჩემ თვალის წინ აგრეთვე პატარა ხილვები მაქვს ხან ფრინველების ხან ცხოველების ხან ადამიანების ხან თვალების სხვადასხვა თვალები და იმ თვალებსაც ვცნობ თუ ვინ მიყურებს ადამიანი მიყურებს ცხოველი მიყურებს თუ ფრინველი თუ კოსმოსი აბა რა კოსმოსიც გიყურებს სამყაროს ესმის შენი სამყარო შენ ფიქრებსაც კი ხედავს ის ჩვენ გონიათ რომ ჩვენ ფიქრებს ვერავინ ვერ ნახავს მაგრამ ჩვენ ფიქრებს წვრთუნზე ყველა ხედავს რადგან ეს არის мысли формы ჩვენ როდესაც რამეს გავიფიქრებთ ის იქცევა ფორმად მაგალითად გავიფიქრეთ წყალი ხო წყალი უნდა დავლიო უკვე წვრილ დონეზე ჩანს ჩვენ რაც გავიფიქრეთ ჩანს ყველაფერი ჩვენ ვერ დავმალავთ სამყაროსგან ვერაფერს ჩვენ გულის ნადებს ვერაფერს ვერ დავმალავთ იქ იწერება ყველაფერი თუ ჩვენ რას ფიქრობთ რას ჩავდივართ თითქოს მოწვევები არ ყავს მაგრამ ამას ვერაფერს ვერ დავმალავ ეს ყველაფერი იწერება ჩვენ წიგნში თითქოს ჩვენ ვართ სხვა რეალობაში და ეს რეალობა არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ამბობს ლეტალია და ამ რეალობაში მიმდინარე პროცესები არ გავს ძველ პროცესებს პლუსი და მინუსი იცვლიან ადგილებს და არ არიან ამჟამად უკვე დღევანდელ დღეს ანტაგონისტები ისე არ ებრძვიან ერთმანეთს მინუსი და პლუსი ხო ლეტალიამაც ახლა ეს თქვა ანტაგონიზმი არისო ის როდესაც პლუსი და მინუსი ერთმანეთისგან გარბიანო ну ერთმანეთ друг друга отталкивают ერთმანეთს უკვაგდებენ მაპატიეთ რომ რუსულ სიტყვას ურებ ხანდახან უფრო ადვილად მახსენდება მე თუ რა უნდა რა სიტყვით უნდა გადავთარგმნო ქართულად მაგალითები მოყავს ლეტალიას ადრე თუ ჩვენ ჩავაგდებდით ქვას წყალში ხო წრეებად გადიოდა ხო ცენტრიდან წრეებად ასე წრეებად ახლა არა ახლა გადის კვადრატული ფორმით ტრაპეციული ფორმით შეცვლილია და ბევრი გაუგებარი ფიგურებით ძალიან რთულია მაგის გაგება თუ რას უნდა ველოდოთ ამ ახალი სივრცისგან არა ცუდი არაფერი ცუდ ეს ახალი სივრცე ცუდ არაფერს მოიმოქმედებს ყველაფერი ცოცხალია ყველაფერი არ იფიქროთ რომ სივრცეს არ ესმის არაფერი სივრცეც გნობიარია დროც და სივრცეც იმ დროსაც თქვენ ქმნით თქვენი ფიქრებით და თქვენი საქციებით ეს დრო და ეს სივრცე არის თქვენ გარშემო ჯერ ამ სივრცეში სტაბილურობა არ არის რადგან ყველაფერი ეწყობა დრო უნდა ამ ყველაფერს აწყობას უნდა დრო რადგან ახლა ხდება გადასვლა მეოთხე განზომილებაში და საერთოდ იმიტომ კი არა რომ მეოთხე განზომილებაში გადავდივართო საერთოდ ხდება გადასვლა და ამ პროცესთან დაკავშირებით ყველაფერი იცვლება და სამწუხაროდო ხალხი შორს არისო უბრალესობა ამ პროცესებისგან ავიწყდებათო არ არიანო მზად კი ნათქვამი გვაქვსო ჩვენ რომ ის მოხდებაო ნელა შეუმჩნევლივ უბრალოდ ნათქვამი კი არა ნუ ხო ზოგი ერთ ამბობს ზოგი მეორეს მაგრამ
იმის მიუხედავად, რომ თითქოს ეს ყველაფერი ნელი პროცესით ხდება, ეს არის ძალიან ჩქარა და ძალიან გრძნობიარეთ. ჩვენი ორგანიზმი გრძნობს ამას. მე მაგალითად ყველა ცვლილებას გრძნობ. თაბრუცხოვებიც მაქვს ხანდახან. და ჩვენ ისევ უბრუნდებითო ამ საკითხს, რატომ გადავდივართო ჩვენ? რატომ ხდება ეს გადასვლა? Этот переход, почему он происходит? ჩვენ დაგვეხმარენ მეახლოებოდით ამ ეტაპს იმისთვის, რომ დანაკარგი, რთული დანაკარგზე აგორიდებიათ თავი. ანუ არ ყოფილიყო ბევრი სხორპლი, ბევრი დანაკარგი, რადგან უცებ რომ მოხდარიყო ეს ყველაფერი, კატაკლიზმები მოხდებოდა ბუნებრივი, ეს გადაუვალია საერთოდ, მოხდებოდა კატაკლიზმები. კი, მაგრამ დღევანდელ დღეს ქმნიან შეგნებულად ხელოვნურ კატაკლიზმებს. ამასთან არ შეგიშალოთ. თავისთავად პლანეტა ვითარდება და ფართოვდება, ამიტომ გადაუვალია კატაკლიზმები პლანეტაზე. მაგრამ ეს ყველაფერი გვეხმარებიან, პლანეტას ეხმარებიან, რომ ამ კატაკლიზმებმა დიდი სხორპლი არ მოიტანოს. არ იყოს დიდი სხორპლი. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენ აგვიწყონ სივრცე, ასე ვთქვათ, ჩანერგილი, სპეციალური ჩანერგილი ფუნქციები. მაგალითად, ახლა ჰაერში არის სუბსტანცია, რომელიც ავსებს ხალხს ახალი ხარისხებით, ახალი ხასიათით, როგორიცაა სიმშვიდე, მიმართულობით და ასე შემდეგ. სურვილით, რომ შეიცვალოს, რომ მიზანი ქოდეს განვითარდეს. ეს არის ახალი სცენარი, ახალი მეხუთე რეალობისა, რომელსაც ყველანი უახლოვდებით. სადაც ჩვენ გადავართ ყველანი და აღმოჩნდებით ახალ სივრცეში. რადგან ჩვენ უკვე გავედით ამ გზის ძალიან რთული მონაკვეთები და ახლა ჩვენ დავდექით ისეთ გზაზე, სადაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება კი არა, მოხდება ძალიან ბევრი ჯადოსნური გადასახვები, როგორც ზღაპარში, ზოგს ეს აბედნიერებს, ზოგს აშინებს, ზოგი საერთოდ არ ამჩნევს, ყველა რეაგირებს ამაზე თავისებურად. ხო, უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არ გამოეყო მესამე განზომილების რეალობას, ისევ ჩარჩენილია მესამე განზომილების რეალობაში, ფიქრებში, მოქმედებაში. ასეთებისთვის ახალ სივრცეში ყოფა მათთვის ნიშნავს გადაწყობას. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ახლა არის ძალიან ბევრი ქაოსი, დესტრუქტიული მოქმედებები, აზრები, არის ხდება ძალიან ბევრი გაუგებარი მომენტები, სიტუაციები, მაგრამ თუ ამას ყველაფერს გადადგამთ, გაწევთ, მეგონია სიტყვა გაწევთ უფრო ხდება, გაწევთ გვერდზე და ფოკუსირებას დაფიქსირეთ აღმავლობის პროცესს, საერთოდ თქვენ ყურადღებას დააფიქსირეთ, განეწყობით ამ ახალ რეალობაზე, ჩვენი ცნობიერებით ჩვენ უცებვე გადაადგილდებით მაღალ დონეზე. აი მაგალითად, როდესაც რამე ნეგატიური აზრი შემომეპარება, ან რამე ნეგატიური ინფორმაციას გავიგებ,
უნდათ ახლა ხალხი დააშინონ, ხალხი პანიკაში ჩააგდონ. ჩემ თავს ვეუბნები, დამშვიდი, შენ გინდა, ხო, მე მინდა გადასვლა. დედამიწასთან ერთად მინდა ვიცხოვრო ახალ ერაში, ახალ განზომილებაში. მე არ მინდა ჩავჩე ამ ძველ სისტემაში. მე მინდა ვიცხოვრო ახალ მიწაზე, ახალი ცის ქვეშ. მე მინდა ვიცხოვრო ისეთ სამყაროში, სადაც კორუფცია არ იქნება, ძალადობა არ იქნება, სადაც შენ აკეთებ იმას, რაც შენ გსურს. მე ავერჩიე კეთილი მხარე. ხო? და ჩემ თავს ვეუბნები. მაგალითად, ხო ხედავ ადამიანები ჩემ გარშემო სულ ერთნაირი ადამიანი ხდება. როგორები? შეუძლიათ დღეში რამდენიმე წუთი თქვან და ის მიაჩნიათ ჩვეულებრივ ამბავად. მე რა მეგ ვატყუებო შენ რატო პასუხობო? ეგ მე ვატყუებო კაცო ვინმეს. ხო? მეც მომატყუეს მაგალითად ბევრჯერ და სულ ვამბობ რატომ ხდება ვამბობდი მიკვირდა რატო ხდება ისე რომ მე სულ მატყუებე და ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე გინდა ნათესავი ავიღოთ გინდა უცხო ადამიანი ავიღოთ ვინც არა შენი ნათესავი ლალი არ გაუბრასდე. კი ეხლა გულის სიღრმეში მინდა ასეთი ადამიანები ვინც ენას გაკეტვინებენ, ხო? ახლა მე ვარ გუმური და ზედმეტად არ შემიძლია რამე თქვა, იმიტომ რომ ისეთ პირობებში ვარ რომ წავიდე აქედან საწავიდე, ხო? ბინის რიგში ვარ, დევნილთა ბინის რიგში. მაგრამ მე ჩემ თავს ვეუბნები, რათა დააჩქარეს ეს პროცესი, დააჩქარეს, შეიძლება 8 თვეში მოხდეს მოსახდენი. ხო, და ზოგი რო აწყობს გეგმებს 28 წელი, 29 წელი, 32 წელი. მაგათ არ უსვინოთ. არა, მე თქვენ არ გეუბნებით, არ იქნება მეთქი არაფერი. არა. მე ჩემ თავს ამას ვეუბნები. ხო, ხანდახან კითხვა ჩდება ჩემ თავში. ხანდახან წამოწდება, ნეტავ ბინა მივიღო დროზე. ნეტავ აქედან დროზე გადავიდოდე, მაგრამ მე ვიჭერ ჩემ თავს იმ აზრზე, რომ ლალი, შენ კიდე გადასვლა, ხო? გადასვლა ხდება. ამ თვეში აგვისტოს ბოლომდე რაღაც უნდა მოხდეს. სექტემბრის ჩათვლით, აგვისტოს, სექტემბრი. შეიძლება ეს გადასვლა მოხდეს უცებ. თარიღი არავინ არ იცის, ხო? და მე ჩემ თავს ვეუბნები. თუ აი შენ კიდე გადასვლა. ხო? რა არის შენთვის პრიორიტეტი? ბინის მიღება თუ გადასვლა? თუ გადასვლა თუ მოხდა, მანამ სანამ ბინას მიიღებ, რასაკვირველია, მე მინდა გადასვლა. ახალ ერაში, ახალ მიწაზე ცხოვრება მინდა. მინდა ახალ სისტემაში ცხოვრება, კეთილ სისტემაში, სამართლიან სისტემაში. მინდა შეიცვალოს ეს ცხოვრება უკეთესობისკენ. ახალი ტექნოლოგიებით, სუფთა ბუნებით, უფასო ენერგიით. რასაკვირველია, ჩემი პრიორიტეტი არის გადასვლა. ადამიანებმა თუ გადავედი დროზე ადრე. და აბარა მე მიდიმოს გადასვლის. ანუ რასაკვირველია, ახლა მე ვცდილობ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნო, აზრები, რომ ვინმე ხარ გამალახვინა, რომ ამცრებს იმიტომ. ჩემ თავს ხანდახან ვეუბნები, ოხ, ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ვერავის სიტყვასაც ვერ ჩავაკეტინებ. იმიტომ რომ გაგაგდებენ ისა რომ საქმე არ გაიფუჭო, ახლა რა უიღებ, ხო?
პატიეთ სიცხეა. შუქს არ ვამთებ, რადგან ცუდი შესახედი ვიქნები უფლიანობის გამო. ხანდახან ეს გონია შეუძლებელი. მაგრამ ეს წინ წასვლა, გადასვლა ხდება, ეს არ არის დამოკიდებული ჩვენზე. ეს პროცესი მაინც მიდის. გადასვლის პროცესი. და როდესაც ჩვენ აღმოჩნდებით ახალ სივრცეში, მაშინ დავიწყებ ჩვენი თავის ამოცნობას. და ესეც არ იქნება ადვილი. და ამიტომ თქვენი თავი უნდა მოამზადოთ. და ცოტათი მაინც, რომ როდესაც ჩვენ აღმოჩნდებით იქ ახალ სივრცეში, თქვენთვის რაღაც საბაზისო მდგომარეობა იყოს გასაგები. ამ პროცესის ცელობის დროს იცვლება, როგორც მე გითხარით, თვლით ფიზიკური სხეულები. იცვლება. და მით უმეტეს იცვლება ჩვენი ცნობიერების დონე. როდესაც ცნობიერება იჟღნითება ცოდნებით, ის ფართოვდება. ფართოვდება და უფრო მეტი მასშტაბი უნდა, უფრო მეტი სივრცე უნდა. სულით ფართოვდება ცოდნის მომატებასთან ერთად, ცნობიერების გაფართოებასთან ერთად, სულით ფართოვდება ჩვენი სული. ახლა ცუდი ამბების გაგონისგან არავინ არა დაცული. მით უმეტეს თუ მე ტელევიზორი არ მაქვს, მაგრამ ხალხი ხომ უყურებს ტელევიზორს. მე ინტერნეტში ხედავ ინფორმაციას, როდესაც ვთავ ინტერნეტს თვეში ან ერთხელ, ან ორთხელ, ერთკვირიან ინტერნეტს. ერთიანს ვერ თავ, იმიტომ რომ ძალიან გაძვირდა. და უკეთრებად, ხო და რისი თქვა მინდა. კი, ხა, უნდა იცოდე რა ხდება მსოფლიოში, მაგრამ ძალიან ფოკუსირება არ გაუკეთოთ. ძლიერი ფოკუსირება ამ ცუდ ამბებს. მიიღეთ ისე, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. თქვენ ხო ვერაფერს ვერ შეცვლით. კი, შეცვლით როგორ ახლა. თქვენ შეგიძლიათ კარგზე ფიქრით, ვიბრაციები ამახლოთ, თქვენი სივრცის ვიბრაციები, თქვენ გარშემო ეს ამ ვიბრაციების ამაღლება დაეხმარება ხალხს, აგრესიულ ადამიანსაც შეანელებს, ასე ვთქვათ, აგრესიული ადამიანის სიფრთხეს შეანელებს. და თქვენ თუ იფიქრეთ, თუ შიშები ჩაინერგეთ, პანიკაში ჩავარდით, თქვენ ამით თქვენ თავს ამნეთ პირველ რიგში. რადგან თქვენ ენერგიები უნდა დაზოგოთ. თქვენი ენერგიები, თქვენი დადებითი ენერგიები იმისთვის, რომ შეძლოთ გადასვლა. თქვენ უნდა განეწყოთ გადასვლაზე. გაუფრთხილდით თქვენ ენერგიებს. ეს არის თქვენი სიმდიდრე. და ტყუილად ნუ დაფანტავთ ამ ენერგიებს იმ ინფორმაციის მოსმენით, რაც თქვენ დაგასუსტებს. ბევრს გონია, რომ მეხუთე განზომილების სცენარი მხოლოდ ჩვეულებისთვისაა, მაგრამ ეს მასე არ არისო. მაგალითად, ისმაილ პერესის ვიდეოს რო თარგმნდი, მან თქვა, რომ მეოთხე განზომილებაში რაღაც რჩეული ხალხი გადავა, მეხუთეში უფრო რჩეული ხალხი. იქ არ ვიცი, მე ზუსტ არ მახსოვს ზუსტად როგორ გადავთარგმნე, არ მახსოვს ახლა, მაგრამ რაღაც ამდაგვარი თქვა და ლეტალი ამბობს, რომ არა, ეს მსე არ არის. მატრიცაში მოხდა გაყოფა ორ პროცესზე, ესე იგი მატრიცა გაიყო ორ პროცესად და ეს პროცესები ვითარდება ერთდროულად. და არიან დამოუკიდებელი ერთმანეთისაგან. და პროცედურები დამოკიდებულია და გავლენას ერთმანეთზე.
და ეს პროცესები მიმდინარეობს პარალელურად სხვადასხვა ძალებისაგან გამომდინარე და ხდება ეს ყველაფერი დამოუკიდებელი სივრცის რეალობებიდან. ანდა სწორად იქნება ალბათ თუ პირიქით იტყვით რეალური სივრცეებიდან. და რა ხდება, როგორი ეს პროცესები? რა ხდება ჩვენ სცენარში დღეს? ერთ-ერთი ცვლილება, რაც ხდება დღეს სცენარის მიხედვით, ხდება ძველი მატრიცის, ამატერიალური ბრწყელი სამყაროს მატრიცის სიკვდილი, ნელი სიკვდილი, ადმირანიე, როგორც იტყვიან რუსები, ხდება ამ ძველი მატრიცის ადმირანიე. ნელი სიკვდილი, მაგრამ უცებ კი არ ხდება თანდათანობით. ძველი რეალობა, მესამე განზომილების რეალობა იკეცება, ქრება, გაქრება. მესამე განზომილების რეალობა. ხო, სინამდვილეში გაქრება, როგორც ზღაპრებში არ გინახიათ? ზოგჯერ მატერიალური ნივთი როგორ ქრება. ამდაგვარად გაქრება. პანიკაში არ შევადეთ ოღონდ. ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესებია. მე ბევრჯერ მაქვს ახსენები, რომ ბრწყელი მატერიალური სამყარო, ხო, როდესაც სამყარო იკეცება, ალბათ ყველას გაგიგონიათ ბრამის დღე და ბრამის ღამეზე, ხო? როდესაც ბრამა იღვიძებს, მთელი სამყარო იკეცება და აკეცვა ხდება მატერიალური სამყაროებიდან. ხო, შემდეგ და დონების მიხედვით იკეცება. შემდეგ, როდესაც ბრამა იძინებს, ისევ იშლება ეს სამყარო, ამას ქვია მანვატარა. გონი ერთი ციკლი შედგება 33 მანვატარისგან. ჩვენ ახლა ამ მომენტში ცხოვრობთ ბოლო მანვატარაში. მანვატარა. მაპატიეთ თუ შემეშალა. ხომ გონი სწორად თქვი, მანვატარა. ხდება აქტიური დასრულება ყველა დღევანდელი პროგრამებისა და ამ ბრწყელი სამყაროს მოქმედებასთან დაკავშირებით თამაშდება ძალიან რთული სცენარი, რომელიც იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას. და ეს არის ქაოსი. ჩვენ თითქოს გვეცლება საყრდენი წყარო გინდა თქვით, საყრდენი ჯოხი, თითქოს გვეცლება საყრდენი ჯოხი. საყრდენი ყველაფრის საყრდენი. ადრე თუ მაგალითად ადამიანები წლობით ცხოვრობდნენ, ახლაც ხალხს გონიათ, აი გეგმავენ, ჩემს შვილს შევიყვან ამ ბაღში, მე ამ სკოლაში რომ გაიზრდება, მე ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ხო? დღეს ასეთი დაგეგმ როგორ მოიცადეთ სწორად გეტყვით. დღეს თქვენი ცხოვრების ასეთი დაგეგმა არის სისულელე, უტოპია. არა, თქვენ იწამეთ, რადგანაც იწამეთ, მაგრამ არ დაგეგმოთ არაფერი. არ დაგეგმოთ, იმიტომ რომ ისე უეცრად იცვლება, ისე უეცრად შეიცვლება. ყველაფერი იცვლება ძალიან უცებ. ერთ-ერთი სულ არ ველოდებით ისე, ხო? არავინ ელოდებოდა აფხაზეთში ომს. სტაბილური ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ვიყავით მიჩვეული კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირის დროს, უცებ დაირღვა. ხალხი აღმოჩნდა მომზადებელი. უცებ ცვლილებებისკენ.
ამიტომ გეუბნებით. ნუ დაგეგმავთ ნურაფელს. ეგ თქვენი საქმეა, თუ გინდა დაგეგმეთ, მაგრამ ვინც მომისმენთ, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ არსებობს ჩრდილოვანი სახელმწიფო, არსებობს კაბალა, შეიძლება ბევრი რამ ისეთი მოხდეს, რომელსაც საერთოდ არ ელოდებოდი. შეიძლება ატომური ბომბით რა აფეთქონ, შეიძლება ხელოვნური კატაკლიზმებიც შექმნან, მაგრამ გადასვლა მოხდება და ეს ყველაფერი დარჩება უკან. და ის ნეგატიური ჯგუფი, რომელიც გეგმავს თავისებურად, ხო? შეინარჩუნოს ძველი სისტემა. შეიძლება ხა ცოტათი მაგათმა გაჭიმონ თავისი არსებობა, მაგრამ გადასვლას ისინი ხელს ვერ შეუშვიან, რადგან ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. მივიღებთ ჩვენ ამას არ მივიღებთ, გადასვლა მაინც ხდება. და ჩვენ თუ არ გვინდა ჩავჭეთ მესამე დონის მატრიცაში და გავქრეთ ამ მატრიცასთან ერთად, მე არ ვიცი ამ სულებს, არ ვიცი რას უზამენ, რომლებიც ჩარჩებიან მესამე მატრიცაში, მესამე დონის განზომილებაში, ამას მე თვითონ ვერ გეტყვით. რაც უფრო ძაფრი ხდება, ძიმდება ეს დაძაბულობა, რაც დრო გავა, უფრო აუტანელი გახდება ჩვენთვის. და ჩვენ ცდილობთ გავექცეთ ამ სირთულეებს, რადგან ეს ჩვენ ღლის, ძალიან ღლის. მე მაგათად დავიღალე ცხოვრებისაგან. და მე დიდი სიხარულით მივიღე ეს ცვლილება. მივიღე. დიდი სიხარულით მივიღე. მე მზად ვარ. მაგრამ, როდესაც ხდება ძალიან დიდი გამრუდება ყველა სფეროში ცხოვრებისა, რომელიც არ უნდა იყოთ, ყველა სფეროში. მაგალითად, ფულის საკითხი, ეკონომიკა, ვალუტა. ვისაც ფული ეშინია ფულის დაკარგვის, ხო? ვისაც ფული არა აქვს დაგროვილი, თუ შემოვიდა ციფრული ფული, არ იციან როგორ იქნება ცხოვრება, ხო? როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება. და ამ დროს ხალხი ნერვიულობს. არ იციან რის იმედი გქონდეთ. ხდება ქაოსი. ხანდახან ისეთი მდგომარეობა დამეუფლება, მიდი კუთხეში დაიდე, შეაგროვე, აი ეს პროდუქტები მოაგროვე და დაიწყე. ეს ადრე ვაკეთებდი ამას მე, კუთხეში რაღაც პროდუქტის მქონდა, რომ შვილად ყოფილიყავ, ხო? ახლა კი უკაცრავად ჩემ თავს ვეუბნები. და რამდენ ამას დაიწყო, მთელ მაღაზიას ხომ არ იყიდ. დამშვიდდი. ზედმეტი არაფერი მჭირდება, მით უმეტეს ეს გადასვლა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. არ ენერვიულო, დამშვიდდი. თავი აიყვანე ხელში. თუ რა გონიათ, მე არ მეუფლება პანიკა. მეუფლება და როგორ. მაგრამ არ ვათრევ უფლებას. შიშს დამკვიდრდეს ჩემ სულში და გულში. არ არის ადვილი, გეთახმებით, არ არის ადვილი. და ეს ქაოსი უმრავლესობას უგონიაო, რომ ქაოსი ცუდიაო. პირიქით, ქაოსი ყოფილა კარგი ტრიგერი იმისთვის, რომ ჩვენ ამოგვაგდოს და გადაგვაგდოს
სხვა რეალობაში. და ეს ქაოსი ჩვენ გვეხმარება ავერჩიოთ ადამიანური თვისებები. ადამიანური ისა სწორი მიმართულება. მიდის პარალელური პროცესი, ახალი მატრიცის შექმნა. ძველ მატრიცისგან პარალელურად. როგორ გითხრათ, ახალი სცენარის მიხედვით იწყება მოქმედება ზედა განზომილებებში, უფრო მაღალ განზომილებებში, უფრო მაღალ სამყაროს ეგრეთ წოდებულ პლატფორმაზე, სადაც იწყებს მუშაობას ნების მიხედვით არჩევანის. ესე იგი, იწყებს მუშაობას ნების მიხედვით მოქმედება. ყველანი ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენ ნებასთან, ჩვენი ნებიდან გამომდინარე. ესე გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. ვიბრაციასთან, აწევასთან ერთად ხდება ტალღების აწევა, რომლებიც იწევა ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან. საერთოდ ჩვენი პლანეტიდან. ესე იგი, იწევა ტალღები. მაღალ ვიბრაციასთან ერთად პლანეტა უშვებს ტალღებს. და კოსმოსიდან მოსული ენერგიები და ტალღები პირიქით ქვევით ჩადის დედამიწაში. იყოფა თანამედროვე დროის ხაზები, ჩდება, იღება კარიბჭეები, ახალი კარიბჭეები და ყოველთაგანი ჩვენთაგანისთვის მზადდება გარემო, რომელშიც ვიცხოვრებთ ჩვენ. როდესაც ადამიანის ვიბრაციები მიაღწევს იმ სპექტრამდე, როდესაც ადამიანი მოინერებს უფრო მაღალ სიხშირეებს, ამ მომენტში სისტემა აქტივიზირებს, გააქტიურებს უფრო სწორად ადამიანის სხეულში სინათლის სხეულს და ადამიანი ანათებდეს იქნება როგორც იოგას იოგი უფრო სწორად, რომლებიც ანათებენ. ამდაგვარად ანათებდეთ იქნება ჩვენ ყველანი. და რომელზეც ყვებოდა ისმაილ პერესი. თუ თქვენ მოусმინეთ ჩვენ ვიდეოს. არ მახსოვს ოღონდ რომ ვიდეოში ყვებოდა ამაზე. ხო, ეს არის როდესაც ამდენამდე მივავალთ, სრულიად დაინგრევა მესამე განზომილების მატრიცა და პროგრამები. ამის შემდეგ გადავა ახალ ეტაპზე, უბრალოდ გადასვლის პროცესი გადავა ახალ ეტაპზე, ადამიანის გარშემო იქნება კრისტალური სხეული და ჩვენ გვაჩქარებენ მეოთხე განზომილებაში გადასვლას. ბევრი ჩვენგანი არის მეოთხეში, ბევრი ჩვენგანი არის მეხუთეში გადასული და უფრო მაღლაც. და ამავე დროს მოხდება ჩვენი დნმ-ის შეცვლა, აქტივაცია და ჩვენი სხეულები გაახალგაზრდდება. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ეს ფარდა, რომელიც ჩვენ გვაშორებს, ავწიოთ და მოხდეს კვანტური გადასვლა სხვა ფიზიკურ მდგომარეობაში და ყოველი რეალობა, ყოველი ეს დონე ირჩევს კანდიდატებს, თავის კანდიდატებს ვიბრაციების მიხედვით და სიხშირეების მიხედვით. ჩვენ არასდროს არ ვიყავით ასე ახლოს ახალ რეალობასთან, აბსოლუტალია. და ეს ფარდა თითქმის მოხსნილია სამყაროებს შორის. თითქმის მოხსნილია.
მოდით აქ შევჩერდეთ. აი ეს მინდოდა მე თქვენთვის გადმოვეცა. ხო. ეს ნაწილი ამ ვიდეოსი თითქმის ნახევარი. მადლობა ყურადღებისთვის.